წამების აკრძალვა არის თემა, რომელიც ძალიან ხშირად არის საკმაოდ რთულად აღსაქმელი რეალურად. ანუ რაც შეეხება პრობლემას, ძალიან ხშირად ხდება ამ თემით მანიპულირება, თემა ხშირად ხდება პოლიტიზების მსხვერპლი, ძალიან ხშირია სპეკულირება გარკვეულწილად ამ თემით და მინდა გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სფეროს კარგად იცნობენ და წარმოუდგენლად რასთან შეხება, მათთვის ძალიან ხშირად გაცილებით უფრო ადვილი აღსაქმელია თუ რაში მდგომარეობს პრობლემა და როგორ უნდა ეძიონ მისი გამოსწორების და დაძლევის გზები. ზოგადად სანამ მე ევროპულ მექანიზმზე ვისაუბრებ, მოგყვებით მოკლედ რაში მდგომარეობს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია და კომიტეტი, რომელიც რეალურად მეთვალყურეობას უწევს მის შესრულებას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს წამების აღმოფხვრას მსოფლიო მასშტაბით და მინდა გითხრათ, რომ ეს არის კონვენცია, რომელიც თარიღდება 1984 წლით და სწორედ წელს აღინიშნა 30 წლის თავი ჟენევაში ამ კონვენციის. კონვენცია ითვალისწინებს 10-კაციანი კომიტეტის შექმნას, სადაც წევრები აირჩევიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროცედურის შესაბამისად და ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებული არჩევნები, როდესაც როგორც წესი არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია წარდგენილი წევრების რაოდენობაზე და სახელმწიფოებს შორის არის კონკურენცია თუ ვისი ექსპერტი გავა ამ კომიტეტის წევრად. თქვა წამების პრევენცია რამ შეიძლება მოახდინოს. პრევენცია ნიშნავს იმას, რომ წინასწარ იქნას გარკვეული ზონები გატარებული, რომ შედეგი არ დადგეს და არ მოხდეს წამების გამოყენება ადამიანების მიმართ. წამების სვართ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, მაგალითად იგივე ოჯახური ძალადობაც კომიტეტის კომპეტენცია შედის. თუმცა რა თქმა უნდა, უმეტეს ადამიანებს ვკითხოთ, თქვათ, სად შეიძლება თქვენ დაექვემდებაროთ წამებას, ფიქსების შემდგომ ახლა ადამიანებს მოყოლეს. ყველას პირველი ახსენდება ხოლმე მათ პოლიცია, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოების უმეტეს ნაწილში პირის დაკავებას ახორციელებს ხოლმე გარკვეული პოლიციური სტრუქტურა, ხო? თუმცა არ ქვეყნებს, სადაც სამხედრო დანაყოფები მონაწილეობენ მსგავს რაღაცებში, არ ქვეყნები, სადაც სხვა სტრუქტურებს აქვს ადამიანის დაკავების უფლება, თუმცა პოლიცია არის ხოლმე მაინც რგოლი, რომელთანაც ყველაზე ხშირად გიწევს შეხება, ხო? ადამიანს განსაკუთრებით, რომელსაც პრობლემა აქვს გამართა. ნორმალურ შემთხვევაში. იმისთვის, რომ მოხდეს რეალურად წამების პრევენცია, არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს რისკი წამების ჩადენის საჯარო მოხელეების მხრიდან. დეფინიციას რაც შეეხება თვითონ გაერო თვლიდა და დღემდე თვლის, რომ წამების დანაშაული როგორც წესი შეიძლება ჩადენილი იქნას სახელმწიფო საჯარო მოხელის მიერ, ამასთან გათანაბრებული პირის მიერ. გარკვეული ელემენტები უნდა ახასიათებდეს, როდესაც ხდება ამ დანაშაულის ჩადენა, ანუ განზრახვა უნდა არსებობდეს რეალურად, როგორც წესი, ეს შეიძლება იყოს ჩვენების მიღება, ანუ მიზანი, ვთქვათ, ადამიანის წამების, შეიძლება იყოს ინფორმაციის მიღება მისგან ან მესამე პირზე, შეიძლება იყოს დასჯა ამ ადამიანის და თავარი ელემენტი, რომელიც ძალიან ხშირად იგულორდა ყოფილია ხოლმე მათ შორის საქართველოში იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს თვლიან ექსპერტებად ამ სფეროში. ეს არის ქმედება, ზემოქმედება, რომელსაც ჩვენ განიცდი, უნდა წარმოქმნიდეს საკმაოდ, ვთქვათ, მძიმე შედეგს. ეს არის ძლიერი ფსიქიკური ან ფიზიკური ტკივილი, რომელიც ადგება ადამიანს მასზე ქმედების შედეგად. რაც შეეხება კონვენციას, მისი პირველი მუხლი და ძირითადი მიზანი არის სწორედ ის, რომ ყველა იმ სახელმწიფოში, რომელმაც მოახდინა რატიფიცირება და მიუერთდა ამ კონვენციას და აღიარა იგივე კომიტეტის იურისდიქცია, მათ უნდა საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში მოიყვანონ წამების დანაშაულის დეფინიცია. საქართველოს გააკეთა 2005 წელს, ამ უნდა შემისწორდეს 2005-ში, როდესაც არარსებული წამების დეფინიცია რეალურად, თუმცა ესეთი მუხლი არსებობდა მაშინ სასამართლო კოდექსში, მაგრამ რეალურად იგი ძალადობის ამსახველი მუხლი იყო. დიდწილად შესაბამისობაში მოვიდა გაეროს მოთხოვნებთან. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის გვაქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფოს მაინც გამოგზავნოთ რამე პრობლემა ამ კუთხით და უთხრათ, რომ აი კი
ძირითადში მოიყვანეთ შესაბამისობაში, მაგრამ მაინც რჩება გარკვეული პრობლემები. რას ემსახურება წამების დეფინიციის განსაზღვრა? შეუძლებელია შენ კონკრეტული დანაშაული აღმოფხვრა, თუ შენი სისხლის სამართლის კოდექსი, კანონი ამ შემთხვევაში არ იძლევა ზუსტ დეფინიციას, ფორმულირებას იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად წამების დანაშაული. რაც შეეხება ზოგადად ერთ-ერთ საინტერესო საკითხს, რა თქმა უნდა, წამების დეფინიციაში ასევე პირდაპირ არის მითითებული, რომ ქმედება შეიძლება ჩადენილი იყოს უშუალოდ კონკრეტული პირის მიერ, ან შეიძლება იგი ჩადენილი იყოს კონკრეტული ადამიანის გუმართ თანხმობით. ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც უნდა ყოველთვის გვახსოვდეს. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ასევე ისიც, რომ შეიძლება წამების დანაშაულს ვთქვათ, მიზეზად ედოს დისკრიმინაცია კონკრეტული პირის. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული, როდესაც ხდება ადამიანის წამება მისი დისკრიმინაციის მიზნით. ან ამ საფუძვლით ეს კიდევ დამამძიმებელ გარემოებად მოიაზრება ზოგადად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ყველა ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანი იმისთვის დაადგინო ქონდა თუ არა წამებას ადგილი. ანუ მაგალითად, რა თქმა უნდა, თუ ხდება პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, მაგრამ ეს ხდება როგორც წესი იმისთვის, თქვა დისციპლინა გაამყარონ, ეს შეიძლება უფრო განსაზღვრული იქნას როგორც პირის უკანონო დასჯა. წამების დანაშაულს უნდა ახასიათებდეს გარკვეული სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქმედების მომცველმა ელემენტებმა, იგივე გითხრათ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ჩვენების მიღება. როდესაც პოლიცია იადვილებს საქმეს და ცდილობს პირისგან მიიღოს აღიარებითი ჩვენება, მოაწერებოს მას ხელი. ესაც ბევრი ქვეყნისთვის დამახასიათებელია. მანფრედ ნოვაკი ამბობდა ჯერ კიდევ 2003 წელს, რომ წამება დღემდე გამოიყენება დაახლოებით მსოფლიო ქვეყნების 50%-ში. ესე ნახევარი სახელმწიფოების, სადაც დღემდე პრობლემა გვაქვს წამებასთან მიმართებაში. სანქციები წამების დანაშაულზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მკაცრი და გამოძიება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევებში უნდა იყოს სრული და უნდა მოხდეს დამნაშავეების დასჯა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ასევე რა თქმა უნდა, მომდევნო მუხლებით ეხება სწორედ წამების დანაშაულის როგორც პრევენციას, ასევე მასზე რეაგირებას, ეხება უნივერსალურ იურისდიქციას, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ დასაჯონ ნებისმიერი პირი მათ ტერიტორიაზე დააკავონ და მოხდეს თქვათ მისი ან გასამართლება, ან გადაცემა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ითხოვს ამ ადამიანის გადაცემას იმის გამო, რომ მას ჩადენილი აქვს წამების დანაშაული. ამას ემატება ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ასევე ზოგადად გამოძიებასთან და მის ეფექტურობასთან. ძალიან ხშირად თქვათ, ირღვევა ხოლმე კონვენციის იგივე მე-12 მუხლი, როდესაც სახელმწიფოები ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ მე მინდა შევარჩევ თქვენი ყურადღება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუხლზე. ეს არის მე-14 მუხლი კონვენციის, რომელიც ეხება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მათ კომპენსირებას. ეს არის ძალიან საინტერესო მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს მოახდინონ არა მარტო კომპენსირება, არამედ სრული რეაბილიტაცია წამების მსხვერპლთა და ამისთვის შექმნან შესაბამისი მექანიზმები. ესეც ძალიან საინტერესო მუხლია. მე-10 მუხლი ბოდიში გამოვტოვე, არის ერთ-ერთი საინტერესო მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს საკუთარი საჯარო მოხელეების დატრენინგებას და მათ სწავლებას და ვალდებულება არის, მათ უნდა იცოდნენ არა მარტო კონვენციის მოთხოვნები, არამედ ზოგადად გაიარონ პროფესიული მომზადება ტრენინგი იმისთვის, რომ რეალურად მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი წამების გამოყენება. ამისთვის რა თქმა უნდა იგულისხმება როგორც პროფესიული მომზადება სამართალდამცავი ორგანოების, ასევე სხვა პირის, მათ შორის იგივე სამედიცინო პერსონალის ტრენინგი წამების პრევენციაში. ანუ ყოვლის მომცველია ეს მუხლი და იგი გულისხმობს რა თქმა უნდა იმას, რომ ყველა ის პირი, რომელსაც შეიძლება გარკვეული შეხება ჰქონდეს ამ პრობლემასთან, უნდა იყოს სასთანადოდ დატრენინგებული. განსაკუთრებით რა თქმა უნდა საუბარია სახელმწიფო საჯარო მოხელეებზე.